მოდი პირდაპირ თქვათ, რომ მასწავლებლის პროფესია არ არის ტოპ დაფასებულ პროფესიათა შორის. იმდენად არაპრესტიჟული იყო, რომ ყველას გაუკვირდა, რატო დავიწყე მასწავლებლობა. ბოლო დეკადის მონაცემებით ისტორიული მინიმუმი არის პროფესიაში შემსვლელთა რიცხვისა. ვერაფრით ვერ დავეთანხმები ისეთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ სწავლება უნდა მოხდეს შიში. როგორ შეიძლება ახმაურებული კლასი გააჩუმო, თუ არ ცემე ვიღაც. ყველაზე ეფექტური სწავლების პროცესში არის თანმიმდევრულობა. იყვნენ მშობლები და არც თუ ისე ცოტა, რომლებიც მოდიოდნენ და ითხოვდნენ, რომ მათი შვილი ფიზიკურად დაგვესაჯა. ამ თემატურ ბლოგს დავარქვი დამწყები მასწავლებლის სევდა. ყველა სფეროში არის რაღაც სტაჟირების პერიოდი და განათლების სივრცეში არის გადარჩენის წელი. 22 ბავშვი მიყურებს რაღაცა დიდი ინტერესიანი თვალებით. რამდენი წელი დარჩები პროფესიაში, დამოკიდებული არის შენ პირველ სასწავლო წლებზე. საბოლოოში ყველაფერი გადის იქამდე უყვარს თუ არა ბავშვები. არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ვერ ასწავლი. ხელოვნურმა ინტელექტმა დაგვიწერა გაკვეთილის გეგმები, მაშინ მასწავლებლობა იკარგება. სკოლა ნელ-ნელა დაკარგავს იმ ფუნქციას, რომ ეს არის ცოდნის გადაცემის ადგილი. რა იქნება ის, რასაც ვერ მისცემს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მისცემს მასწავლებელი. ხელოვნური ინტელექტი გადააჭარბებს ადამიანურს. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ Nini Talks podcast-ს. ეს არის ადგილი, სადაც დაგვხვდებათ საუბრები განათლებაზე, ფსიქოლოგიასა და ცვლილებებზე. მე კი მისი ავტორი ნინი გახლავართ. დღევანდელი ჩემი პოდკასტის პირველი ეპიზოდის თემა კი ეს არის მასწავლებლის პროფესია და როლი 21 საუკუნეში. ბავშვობაში ხშირად მასწავლებლები სუპერგმირებას წარმომედგნენ. მეგონა რომ მათ ყველა კითხვაზე ჰქონდათ პასუხი და ყველაფერი იცოდნენ. თუმცა დღეს როცა თავად გავხდი მასწავლებელი, მივხვდი რომ ზოგჯერ პასუხებზე მეტი კითხვები არსებობს და იმაზე მეტი პასუხისმგებლობა და სტრესი არის ჩვენს პროფესიაში, ვიდრე ეს წარმომედგინა. სწორედ ამ თემებზე სასაუბროდ მოვიწვიე ჩემი პირველი ეპიზოდის სტუმარი, ადამიანი, რომელიც 80-იანი წლებიდან პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა, შემდეგ უკვე საკუთარი სახელობით გამომცემლობაც დაარსა. დღეს კი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სკოლათა ქსელის დამფუძნებელი არის. ჩემი პოდკასტის პირველი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ ბატონი ბაკურ სულაკაური. ბატონო ბაკურ, ძალიან დიდი მადლობა, რომ დამითმეთ დრო და მობრძანდით დღეს ჩვენთან. პირიქით, დიდი მადლობა მოწვევის. იმედი მაქვს, რომ ძალიან საინტერესო საუბარი გამოგვივა, შევეხებით იმ თემებს, რაზეც სამწუხაროდ ბევრი თავად მასწავლებლებიც კი არ საუბრობენ და საინტერესო დიალოგი იქნება ჩვენი მსმენელისთვისა თუ მაყურებლისათვის. პირველ რიგში მოდი დავიწყოთ ცოტა ზოგადი საუბრებით და შემდეგ უკვე კერძო თემებზე ვისაუბროთ. ბატონო ბაკურ, ზოგადად როგორ შეგიძლიათ მასწავლობის პროფესია რომ განსაზღვროთ, აი დეფინიცია რომ გავუკეთოთ, ეს არის სხვა პროფესიათაგან ერთ-ერთი დიდი პასუხისმგებლობა თუ დიდი ძალაუფლება. მე მგონი ყველაფერი ერთმანეთს არ გამორიცხავს, ცხადია რომ სხვა პროფესიათაგან ერთ-ერთია, მაგრამ ამავე დროს პასუხისმგებლობაც აქვს, ისევე როგორც ბევრ სხვა პროფესიას, ზოგ შეიძლება უფრო მეტი პასუხისმგებლობაც ჰქონდეს, მაგალითად შეიძლება ქირურგს მეტი პასუხისმგებლობა ჰქონდეს უშუალოდ ადამიანის წინაშე, მაგრამ ცხადია რომ მასწავლებლის პასუხისმგებლობა არის განუზომელი. ძალაუფლებასთან ერთად. სიტყვა ძალაუფლება შემთხვევით არ მიხსენებია, იმიტომ რომ მე პირად მაგალითებსაც ჩავრთავ პოდკასტის მიმდინარეობის პროცესში, იმიტომ რომ როდესაც საკლასო ოთახში შევდივარ და ვუყურებ ჩემს მოსწავლეებს, დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად მართლა ძალაუფლებასაც ვქრნობ იმ კუთხით, რომ ამ ბავშვების მომავალი, აი პიროვნების ფორმირება მეტწილად არის დამოკიდებული მასწავლებელზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანი არის, რომ ეს ძალაუფლება სწორი ადამიანის ხელში ჩავარდეს, უხეშად რომ ვთქვათ. თქვენ რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით? აი, თლად ბოლომდე ვერ დაგეთანხმები, იმიტომ რომ მარტო მასწავლებელი, მარტო სკოლა ვერ მოახერხებს ვერაფერს. საზოგადოების და ოჯახის მიღმა. იმიტომ რომ ეს სამი ასპექტი აქვს. კი. ბავშვის აღზრდას. არსებობს ოჯახი, არსებობს საზოგადოება, სადაც ესენი ცხოვრობენ და კიდევ სკოლა და მარტო სკოლაზე ვერ გადავა პასუხისმგებლობა. შეუძლებელია სკოლამ შეცვალოს არსებითად ის, რასაც ბავშვი იღებს საზოგადოებაში და ოჯახში. კი ბატონო, ხო, ჩვენ არ ვეხებით. მაგრამ შეუძლია ოდნავ გააუმჯობესოს, ოდნავ უკეთესი გახადოს რაღაც. მაგრამ არსებითად რომ შეცვალოს მარტო სკოლამ, ისე რომ აქ არ ჩაერიოს საზოგადოება და ოჯახი, შეუძლებელი მგონია.
კი ბატონო, ჩვენ არ ვეხებით ახლა აღზრდის თეორიებს იქ არსებობს, რომ რა მოქმედებს პიროვნების ფორმირებას იქნება გარემო, აღზრდა თუ გენეტიკა, თუმცა მე როგორც მასწავლებელს მართლა მაქვს იმის განცდა, რომ ჩემს ხელში არიან გარკვეულწილად დღის გარკვეული მონაკვეთი ეს ბავშვები და ჩემგან ბევრი რაღაც მიაქვს და არ გულისხმობ მხოლოდ აკადემიურ ნაწილს, ეს არის სოციალური ნაწილი, როგორი კეთილები, როგორი ტოლერანტები და სამართლიანები იქნებიან, მეტწილად მაინც მასწავლებელზე არის დამოკიდებული. განსაკუთრებით მაშინ, როცა მშობელს არ აქვს ამის დრო და რესურსი, რომ შვილს დაუთმოს დიდი. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სკოლას და მასწავლებელს. როცა სკოლას ვამბობ, სინამდვილეში მასწავლებელს გულისხმობთ, იმიტომ რომ მასწავლებლის გარეშე სკოლა არ არსებობს, ხო? სინამდვილეში მასწავლებელი აკეთებს იქ ყველაფერს. ცხადია. კი ბატონო, შესაბამისად საუბრობთ პასუხისმგებლობებზე, თუმცა ამ პასუხისმგებლობების პარალელურად, მოდი პირდაპირ ვთქვათ, რომ მასწავლებლის პროფესია არ არის ტოპ დაფასებულ პროფესიათა შორის. და დიდი არის ჩვენი პროფესიისადმი კრიტიკა, არ არის პოპულარული, არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, ზოგადად არ სარგებლობს მასწავლებლის პროფესია პოპულარობით. მოდი ვისაუბროთ იმაზე, თქვენ ჯერ კიდე საბჭოთა კავშირი იყო მაშინ, როდესაც დაიწყეთ მასწავლებლობა. როგორი იყო საზოგადოების დამოკიდებულება და როგორი განცდა გქონდათ თქვენ, რომ რამდენად პრესტიჟული, დაფასებული იყო თქვენი საქმიანობა, რასაც მაშინ ეწეოდით? იმდენად არაპრესტიჟული იყო, რომ ყველას გაუკვირდა, რატო დავიწყე მასწავლებლობა. ზუსტად ესეთი შემთხვევა მქონდა მეც და გაგვიზიარეთ აუცილებლად და მეც გაგიზიარებთ. მაგრამ რაღაცას იმიტომ ხო არ აკეთებ მარტო რომ პრესტიჟულია ან დაფასებულია. არსებობს კიდევ რაღაც შინაგანი მოთხოვნილებები და რწმენა, შინაგანი რწმენა, შეხედულებები, რატო გინდა ამის კეთება, ქსიამოვნებს თუ არა. ხო ბუნებრივია თუ არ ქსიამოვნებს უინტერესოა და ასე შემდეგ, ამას თუ ისიც დაერთვება რომ არაპრესტიჟულია, ცუდად ანაზღაურებადია და ასე შემდეგ, აღარ იზამ. ცხადია. საბჭოთა კავშირის დროსაც ანუ ესეთ სიტუაცია იყო. მიუხედავად იმისა, რომ მე ჩემი მშობლებისგან, აი ბებია ბაბუის თაობისგან მესმოდა, რომ მასწავლებლობა იყო ერთ-ერთი საპატივცემულო პროფესია, რომ პირველი მასწავლებელი ყველა ბავშვს ახსოვს და რაღაც თითქოს მოწიწება და რიდი იყო მასწავლებლების მიმართ და ანუ რეალურად სიტუაცია რაც დღეს გვაქვს. ვერ დავეთანხმები მაგას, იმიტომ რომ მე ვიყავი მასწავლებელი. ხო, ანუ ეს მათი გადმოსახედიდან ხდებოდა ეს. შეიძლება ვიღაცის აზრით ესე იყო. შეიძლება, მაგრამ ზოგადად ითვლებოდა არაპრესტიჟულ პროფესიად. ანუ მაგალითად, აი ძალიან მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, უნივერსიტეტს თუ ამთავრებდი, მე თვითონ დავამთავრე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის ფაკულტეტი და შემეძლო ბევრნაირად გამეგრძელებინა კარიერა, ხო, მაგალითად მეცნიერებაში, ან რაღაც სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში და ასე შემდეგ. და უმეტესობა, ვინც კარგად სწავლობდა და მე საკმაოდ კარგად სწავლობდი, მე ცდილობდა რომ გაეგრძელებინა სხვა მიმართულებით, არავითარ შემთხვევაში სკოლის მიმართულებით. საქმიანობებით, ხო, სამეცნიერო საქმიანობის მიმართულებით და შესაბამისად ასე იმიტომ ხდებოდა რომ მასწავლებლობა იყო არაპრესტიჟული. და რამ გიბიძგათ, რომ გაუყევით ამ გზას და არაირჩიეთ თუნდაც უფრო, აი თუნდაც სამეცნიერო მიმართულება. იმან მებიძგა, რომ 1-2 წლით ადრე წავიკითხე ერთი სამეცნიერო სტატია. ავტორები იყვნენ გურამ ბერიშვილი და იათო კუტეტიშვილი, ეს იყო გამოქვეყნებული ფსიქოლოგიურ ჟურნალში, ფსიქოლოგიის ინსტიტუტის მიერ გამოცემულ ჟურნალში, სადაც იყო ასე ვთქვათ, იმ კვლევის შესახებ, რომელიც ავტორებმა ჩაატარეს და ეხებოდა, როგორ უნდა ვასწავლოთ პირველკლასელებს მათემატიკა, რატომ ისწავლება ის, რატომ არ არის ისწავლება ეფექტური, რაც ხორციელდება და როგორ უნდა ხდებოდეს და ძალიან დავინტერესდი ამით და გადავწყვიტე, რომ მე მენახა როგორ არის ეს პრაქტიკაში. ესე იგი, ეს იყო თქვენთვის მოტივაციის რაღაც ერთ-ერთი ეგ იყო. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ხშირად საზოგადოებრივი აზრი ძალიან მოქმედებს ზოგადად პროფესიის არჩევის მომენტში და ჩემი აი ეს ეტაპი რომ გავიხსენო, როდესაც ვაბარებდი, არა თუ ჩემი სამეგობრო და სანათესაო და ან სანაცრობოდანაც კი არავინ არ აბარებდა მასწავლებლობის მიმართულებით, ხო? და ყველა მეუბნებოდა, რომ აი შენი ტვინის პატრონი იურიდიულზე წადი და აი რატო მასწავლებლობა და აი არ გეცოდება შენი თავი და ან ძალიან ცუდი დამოკიდებულება იყო, თუმცა სამწუხაროდ საბედნიეროდ
ვაჯობე მათ აზრს და მაინც იქ ჩავაბარე, სადაც მინდოდა, მაგრამ საზოგადოების აზრი და დამოკიდებულება მაინც ჩემ შემთხვევაში რაღაც მომენტში მოქმედებდა და მახსოვს, რომ როდესაც მე კითხებოდნენ უნივერსიტეტში სწავლების პროცესში, რომ სად სწავლობ, ხშირად ვეუბნებოდი ფაკულტეტის სახელს, განათლებისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და არა მასწავლებლობის მიმართულებით, იმიტომ რომ ზუსტად ვიცოდი რა რეაქცია მოყვებოდა ამას და ალბათ თქვენ ცნობიერულად ბოლომდე არ მქონდა ეს მომენტი გადალახული და თქვენ შემთხვევაში როგორ მოქმედებდა ეს საზოგადოებრივი აზრი თქვენსავე მოტივაციას. ანუ ძალიან ისე მყარად და დარწმუნებით იყავით, ძალიან მაგარი არის. კი ბატონო, თქვენი აზრით რამ გამოიწვია ზოგადად მასწავლებლის პროფესიისადმი ესეთი დაბალი ინტერესი, დაბალი პრესტიჟი და დაფასება? ყველას საუბრობთ, რომ მასწავლებლობა არის საჭირო პროფესია და ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელი არის, იმიტომ რომ განათლების სისტემა არის ფუნდამენტი ქვეყნისა და თუ განათლების სისტემაში არ იქნება ყველაფერი რიგზე, ვერც ქვეყანაში ვერ იქნება ყველაფერი გამართული. მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც თითქოს რაღაცა ორაზროვნება და გაურკვეველი, ან ამოუხსნელი ფენომენი აქვს ჩემთვის, რატომ არ უნდა იყოს მასწავლებლობა დაფასებული პროფესია? გააჩნია რას ვიგულისხმობ ტერმინში დაფასებული, მაგრამ რომ შევადაროთ, აი მე ახლა უკვირდები ბოლო 20 წლის მანძილზე როგორ ვითარდებოდა ეგ ფენომენი საზოგადოების დამოკიდებულება მასწავლებლის პროფესიისადმი და უფრო მეტად კიდევ ახალგაზრდების აღქმაში როგორ არის ეს პროფესია აინტერესებთ რომ გახდნენ მასწავლებლები თუ არა და არსებითად გაუმჯობესდა. თქვენ ისე ფიქრობთ? აი 20 წლის წინ გაცილებით უარესი მდგომარეობა იყო საქართველოში, თითქმის არავის არ უნდოდა მასწავლებლობა. ეხლა გაცილებით მეც უნდა. აი სულ უბრალო მაგალითი რო ავიღოთ, როცა ვაცხადებთ კონკურსს და გვინდა ახალი მასწავლებლის მოძებნა, 20 წლის წინ თითქმის შეუძლებელი იყო ნორმალური, ძალიან ძნელი იყო ნორმალური მასწავლებლების ისეთი ახალგაზრდების მოძებნა, რომლებსაც უნდოდათ მასწავლებლობა. ეხლა გაცილებით მეტია არჩევანი. ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ მე ვფიქრობ, რომ ხო ცოტა სხვანაირად არის მან სიტუაცია, რომ მაინც დაფასებაში მე რეალურად გულისხმობ ის, რომ საზოგადოების აზრი, რომ ცოტა ისეთი აგდებული დამოკიდებულება არის მასწავლებლობის მიმართ, ანაზღაურებაც თავისთავად და რა არის ამის მიზეზი, რა იწვევს? აი დაბალი ანაზღაურება, მომავლის პროფესიების ჩანაცვლება, თუ საზოგადოების აღქმა. აი სად არის რეალურად სისტემური პრობლემა? დაბალი ანაზღაურება. დაბალი ანაზღაურება. ალბათ. კი ბატონო. იმიტომ რომ ზოგადად პრესტიჟულია ხოლმე ის, სადაც არის მეტი ანაზღაურება. კი, ეგეც არის. და ძალიან უცნაურია, იმიტომ რომ საკმაოდ საპასუხისმგებლო საქმიანობა არის და რატო უნდა იყოს ესეთი დაბალი ანაზღაურება. იმ ქვეყნებში, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, განვითარებადი ქვეყანა ვართ, ღარიბი. იმ ქვეყნებში, სადაც უფრო ძლიერი ეკონომიკაა, მასწავლებლის პროფესია უფრო მეტად დაფასებულია ეკონომიკური თვალსაზრისით, ხო? კი ბატონო, თუმცა ამას წინ გავეცანი ერთ-ერთ კვლევას, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რაღაც ესეთი სკალა იყო, ანაზღაურების მიხედვით პროფესიები და იქაც კი მასწავლებლობა ერთ-ერთი ყველაზე დაბალანაზღაურებადი პროფესია. თუმცა ვერ ვიტყვით, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის განათლება არ წარმოადგენს რაღაც ფუნდამენტს და ღირებულებას, რაც შეიძლება ჩვენთან სულ არ იყოს ესე, მაგრამ იქაც კი ესეთი სიტუაციაა. იმიტომ რომ სხვა რაღაცებთან შედარებით ადარებენ, სხვა რაღაცას ადარებენ, სხვა პროფესიებს და იმასთან შედარებით არის. კი ბატონო. აქვე მინდა გაგიზიაროთ, რომ გავიცანი ერთ კვლევას, როცა ამ თემას ვამუშავებდი, ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ჩატარებული ეს კვლევა, რომ 1970-დან 2020 წლამდე ჩაატარეს ესეთი კვლევა, ანუ მასწავლებლობის პროფესიაში, ანუ შედინება და გადინება როგორ ხდებოდა. და როგორც აღმოჩნდა 50 წლის მონაცემების მიხედვით 2020 წელს, ბოლო დეკადის მონაცემებით ისტორიული მინიმუმი არის პროფესიაში შემსვლელთა რიცხვისა. და ჩვენთან თქვენ ამბობთ, რომ ესე იგი სიტუაცია გაუმჯობესდა და წამოვიდა ნელ-ნელა კი, გაუმჯობესდა, ოღონდ მე ამას უყურებ კერძო სკოლის გადმოსახედიდან ამ წუთას. არ ვიცი ზუსტად როგორ არის საჯარო სკოლებში, იმიტომ რომ საჯარო სკოლებში სინამდვილეში უფრო მეტი მასწავლებელი ყავთ, ვიდრე საჭიროა. კი. ანუ პირიქით იქ შედინება ვერ იქნება დიდი. ისედაც გადაჭედილია. გადავსებული არის კადრები და შესაბამისად ვაკანსიებიც არ ცხადდება. კერძო სკოლაში სულ სხვა მოცემულობაა, კი ბატონო. თქვენ რომ შეგეძლოთ აი რაღაც ერთი რეფორმის, ერთი გადაწყვეტილების მიღება, როგორ მოახერხებდით მასწავლებლის პროფესიისადმი ამ პრესტიჟის გაზრდას, რომ უფრო პოპულარული გახდეს ახალგაზრდებისათვის და ინტერესი გაიზარდოს ზოგადად პროფესიისადმი?
ჩემი აზრით შეუძლებელია მოიფიქრო ისეთი რაღაცა, რომელიც ერთბაშად გახდეს პოპულარულს, მაგრამ თავისთავად არა მხოლოდ კერძო სექტორის განვითარება, კერძო სკოლების განვითარება, არამედ საჯარო სკოლების ნორმალური მოდელის შექმნა ამას იზამს ნელ-ნელა. რომ მასწავლებლს ქონდეს იმის განცდა, რომ რასაც აკეთებს, იმ პროფესიაში არის დაფასებული, თავი ვაგნობინოთ ღირსეულად, იმიტომ რომ გრძნობს საზოგადოების წევრებისგან, რომ მასწავლებლები საზოგადოების საკმაოდ დაბალ ფენად არის აღქმული, აი მოწყულად ჯგუფად. შესაბამისად, აი ჩემ სამეგობრო სანაცნობოში, აი ჯენზი თაობაში ნამდვილად არ მეგულება ადამიანი, რომელიც იტყვის, რომ აი რა მაგარი პროფესიაა და რა მაგარ საქმეს აკეთებ. აი პირიქით ყველა მეუბნება, რომ აი არ გეცოდება შენი თავი და რაღაც, მაგრამ აი ამ შემთხვევაში ალბათ ეს შინაგანი мотиваცია, რაც თქვენ ახსენეთ, ეგ ჭრის და საზოგადოებრივ აზრს უბრალოდ არ უნდა მოусმინო და მასწავლებლობა ვფიქრობ, რომ მაინც არის მოწოდება, ვიდრე რაღაც რიგითი პროფესია. ან ხარ მასწავლებელი და ან ხარ მასწავლებლად დაბადებული, ან არ ხარ. თუმცა ბევრი რაღაცის სწავლა შეიძლება. კი. ანუ განვითარება შეიძლება. ეგ იმასავით ადამიანს შეიძლება კარგი სმენა ქონდეს, ან ცუდი სმენა და მერე განავითაროს რაღაცა სპორტული ნიჭი ქონდეს და განავითაროს. მოკლედ ამ მოწოდება დავარქვათ თუ ნიჭს თუ სხვა რამეს, ამას მაინც განვითარება ჭირდება. კი ბატონო, ცხადია. კეთილი. გადავიდეთ მოდი შემდეგ ბლოკის შეკითხვებზე. ძალიან საინტერესო თემა არის ის, რომ განათლების ექსპერტები დღეს ძალიან დაცხადებენ, რომ მასწავლებელი აღარ უნდა იყოს მოსწავლისთვის ავტორიტეტი, იმიტომ რომ ეს ავტორიტეტის განცდა მოსწავლეს ხშირად აფერხებს, კრიტიკულ აზროვნებაში უშლის ხელს და შეიძლება თავისუფლად ვერ გამოთქვამდეს თავის აზრს, როცა მისთვის მასწავლებელი არის ავტორიტეტი. თქვენ რა განცდა გაქვთ და დამოკიდებულება ამასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ისტორიულად მასწავლებელი იყო ფიგურა, რომელიც იყო პატივსაცემი მეტწილად და საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მეტი რაღაც ცოდნა ჰქონდა და შესაბამისად ავტორიტეტიც. თქვენ როგორ ფიქრობთ, ეს მოსწავლისთვის რამდენად ხელშემშლელი არის? ასე ვთქვათ, ხელშეუხებელი ავტორიტეტი მასწავლებელი არ შეიძლება რომ იყოს, იმიტომ რომ სხვანაირად ვერ განვითარდება მოსწავლისგან თავისუფალი კრიტიკულად მოაზროვნე ადამიანი. თუ ასე ვთქვათ, ბრმად სჯერა იმისა, რას ამბობს, რას ფიქრობს მასწავლებელი, არაფერი არ განვითარდება იქ. პირიქით, მასწავლებლის მოვალეობა ის არის, რომ ბავშვი კრიტიკული აზროვნება გააღვიძოს, ასწავლოს, შეხედოს ყველაფერს კრიტიკულად, გაანალიზოს. ეს არის კი. და არა როგორც აი მე-9 კლასში მახსოვს, როდესაც რომანტიკოს წერილებს გავდიოდით, ყველა ლექსში, სატრფოში რო სამშობლო იგულისხმება და ესე მზამზარეულ ფაქტებს რო გვაწოდებენ და ხშირ შემთხვევაში ამას მოსწავლეები ძალიან ისე ბრმად ვიჯერებთ და მე უნივერსიტეტში სწავლების პროცესში მივხვდი, რომ ბევრი რაღაცა ცოდნა, რაც დავაგროვე სკოლის პერიოდში, თურმე გადასაფასებელი ყოფილა და ამაში ნამდვილად გეთანხმებით, რომ არ უნდა იღებდეს აი უპირობო რეალობად და შესაბამისად რაღაც კითხვები უნდა დასვას და გაუჩნდეს. მაგრამ მოდი გავმიჯნოთ ავტორიტეტი, რომელიც დაფუძნებული არის შიშზე და პატივისცემაზე. როგორ უნდა მოიპოვოს მასწავლებელმა ავტორიტეტი მასწავლებლებში? თუ მასწავლებელს უყვარს ბავშვები, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მათ ძალიან საინტერესო, სასიამოვნო გარემო შეუქმნას, სადაც მოხდება იდეების გაცვლა, სადაც მოხდება ახალი უნარების ფორმირება და ასე შემდეგ, ეს თავისთავად მოხდება. კი ბატონო. ანუ არ არის რაღაცა რეცეპტი, რომლის მიხედვითაც შეიძლება მასწავლებელმა რაღაცა გააკეთოს. იმიტომ რომ ჯერ ერთი ბავშვები ინდივიდუალურები არიან. შესაბამისად, არ შეიძლება ყველას ერთნაირად მიუდგეთ. თავარი არის, ასე ვთქვათ, უყვარდეს ბავშვები, სიამოვნებდეს მათთან ურთიერთობა, არ ბეზდებოდეს, შეეძლოს ასწავლოს, ათამაშოს, გაერთოს მათთან ერთად. ეს არის ფუნდამენტი. კი ბატონო. სხვათა შორის ჩემი მშობლებისგან ხშირად მესმის ის, რომ ზედმეტად რბილად უდგები მოსწავლეებს, ამიტომ ცოტა შიში ჩაუნერგე. მაინტერესებს შიშს რა როლი აქვს ზოგადად სწავლებაში და რამდენად ეფექტური არის შიშით მოპოვებული ავტორიტეტი. ჩემი აზრით ძალიან ცუდი რაღაცაა ეგ. რომელიც ვერაფერს ვერ დავეთანხმები ისეთ ადამიანს, რომელიც ამბობს, რომ სწავლება უნდა მოხდეს შიშით. ეს არის რაღაც ძველი, რაღაც შუა საუკუნეობრივი მიდგომა, რომელიც ეფუძნებოდა იმას, რომ ასე ვთქვათ, ცემის საშუალებით ფიზიკური დასჯით ხდებოდა ცოდნის გადაცემა.
და რეალურად ეს ეფექტური არ იყო. არასდროს ეფექტური არ იყო პირიქით ახლა ყველას გვაქვს წაკითხული აკაკი წერეთლის ჩემი თავგადასავალი. სადაც არის აღწერილი როგორი იყო სკოლა აი დაახლოებით 200 წლის წინ. სახაზავით ცემის ფაქტები. და ძალიან კარგად მახსოვს, ჯერ კიდევ ჩემს ბავშვობაში აქტიურად გამოიყენებოდა ფიზიკური დასჯა სკოლაში. ჩვეულებრივი ინსტრუმენტი იყო მასწავლებლის ხელში. ანუ მასწავლებელი ატარებდა გაკვეთილს და მან კლასის მართვის ერთადერთი მეთოდი იცოდა, ეს იყო ფიზიკური დასჯა. ცხადია ხა იქ რა პედაგოგობაზე, რა მასწავლებლობაზე ლაპარაკის არის. კი, თან შიში ნამდვილად არ შეიქმნის სიყვარულს. არა, და ძალიან ბევრს, ვისაც ესეთი გარემო აქვს გამოვლილი, გონია რომ ეს არის ერთადერთი და აპრობირებული გზა, იმიტომ რომ ვერ ხვდება სხვანაირად როგორ უნდა მოიქცეს, როგორ შეიძლება ახმაურებული კლასი გააჩუმო თუ არ ცემე ვიღაც. ესე გონიათ. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ამას სახშიც სამწუხაროდ ჯერ კიდევ იყენებს ამ მეთოდს, ხო, ბავშვებს სჭიან ფიზიკურად, ძალადობენ მათზე, ფიზიკურად, ფსიქოლოგიურად და ვერ წარმოუდგენიათ სხვაგვარად. სამწუხაროდ ჯერ კიდევ არსებობენ ესეთი ადამიანები, რაღაც შორს მედივართ გუშინ დაუჭერიათ ვიღაც ქორეოგრაფი, რომელსაც ბავშვზე ფიზიკურად იძალადა და ხო ყველამ ვიცით რომ ძალიან ბევრი ქორეოგრაფი ფიზიკურ ძალადობას იყენებს როგორც ინსტრუმენტს სწავლებისა. და ეს რატომღაც მივიღეთ მოცემულობა. ეს არის თითქოს მოცემულობა, რაც არის სხვანაირად სრულიად როგორ უნდა აღმაშფოთებელი. იყოს აბა. კი. კი ბატონო. და თან ისიც არის რომ შიშით შედეგზე ვერ გახვალ. შიშით ცოტა ხნით გააჩუმებ იმ ხმაურს, რაც რეალურად მოსწავლეში ხდება, თუმცა ეს ხმაური სად ამოხეთქს, უკვე არიცი და ერთი საინტერესო ფრაზა წავიკითხე ამასთან დაკავშირებით, რომ შიშით მოსწავლეს გააკეთებინებ ყველაფერს, რაც გინდა რომ გააკეთოს, მაგრამ პატივისცემით შეიძლება მასალაც კი წაიკითხოსო, თავისი ნებით. და რეალურად პატივისცემაზე დაყრდნობილი და დაფუძნებული ურთიერთობები უფრო გრძელვადიანი არის და ალბათ უფრო კარგ შედეგსაც იძლევა სწავლების პროცესშიც, ხო? იმიტომ რომ ეს შიში დაწყებით კლასებში თუ ექნება მაქსიმუმ მოსწავლეს და ამაზე შეიძლება დავა, იმიტომ რომ იმდენად თავისუფალი თაობა მოდის, რომ უკვე არ შეეშინდება მასწავლებლის და ისიც რატომ უნდა ეშინოდეს ადამიანის, რომელიც მის განვითარებაზე ფიქრობს და რეალურად უნდა იყოს მისი თანამშრომელი, რაღაც თანამოზიარე, ხო? შიში ჩემი აზრით სრულიად უადგილო არის ამ შემთხვევაში და ისედაც უფრო მოკლევადიან მიზანზე გაგიყვანს. აი მე რომ ახსენდება, ყველაზე მეტად რომელი მასწავლებლებისაც მეშინოდა, სწავლობდი იმ საგნებს, თუმცა ეს ცოდნა მიმყვებოდა წინა საღამოდან მეორე დღემდე და მასწავლებლებს, რომლებსაც პატივს ვცემდი, მათ საგანსაც პატივს ვცემდი შესაბამისად და მათი ცოდნა ვფიქრობ რომ დღემდე მომყვება და ასე რომ ეს შიშის ფენომენი კი უბრალოდ ვისაც განათლება აქვს მიღებული მშობლების თაობას ესეთ რეჟიმში სხვანაირად წარმოუდგენელი არის მათთვის, რომ აი როგორ შეიძლება თამაშით ასწავლა მოსწავლეს ანბანი და არა ძალადობით. და შესაბამისად ალბათ მანდ უფრო ტრამვირებული მშობლების თავის მომენტი არის ვიდრე ბავშვების და აქედან გამომდინარე ჩემი მშობლებიც აქედან ამოდიან. თუმცა აქედან გამომდინარე მაინც არის ერთი მაგრამ. ხშირად გამოცდილი თუ გამოუცდელი მასწავლებლებისათვის რთული არის რომ თან ვიყოთ მეგობრულები, რბილები, თანამშრომლობითი გარემო გქონდეს კლასში, მაგრამ დისციპლინად შევინარჩუნოთ. სად გადის ზღვარი, აი მასწავლებლის ამ დამოკიდებულებას შორის და კლასში საკლასო წესებისა და პროცედურების დაცვას შორის, იმიტომ რომ ზოგჯერ ამას არასწორად იყენებს ზოგიერთი ბავშვი. თუ მასწავლებელი არის კვალიფიციური, ის მოახერხებს კლასის მართვას ძალადობის გარეშე. არსებობს უკვე აპრობირებული ტექნიკები, როგორ შეიძლება მართოთ კლასი ისე, რომ არ ვიძალადოთ მათზე, არ მოხდეს თუნდაც ფსიქოლოგიური ძალადობა ბავშვებზე, იყოს მათთვის ეს საინტერესო, იყვნენ ჩართულები, ეს ყველაფერი არის დასწავლადი. დასწავლადი კი, უნარი არის, რომელიც რომელიც გამოცდილებით მოდის. არსებობს სპეციალური ტრენინგები, რომელიც ამას ავითარებს. ბუნებრივია ძალიან ხშირად ჩვენთან როცა მოდიან ახალგაზრდა ახალბედა მასწავლებლები, ეს ყველაფერი არ იციან. სამწუხაროდ ამ ყველაფერს ნაკლებად ასწავლიან უმაღლეს სასწავლებლებში. არადა ეს უნდა ისწავლებოდეს პირველ რიგში, როცა მასწავლებელს ამსადებ. კი.
თეორიული ცოდნის გარდა პრაქტიკული ცოდნა, იმიტომ რომ მეც რო ვიხსენებ ახლა მეც ახალ ბედა დამწყები მასწავლებელი ვარ და ყველაზე დიდი სირთულე მაინც მოდის აი კლასის მართვის ნაწილში, გარდა აკადემიური ნაწილისა, იმიტომ რომ აკადემიური ნაწილში უნივერსიტეტი გაძლევს ამ ყარცოდნას, მაგრამ მაინც ალბათ ვფიქრობ, რომ პრაქტიკა არის და პრაქტიკაში გამოცდი ყველაფერს და დასწავლადი არის. აქვე მინდა ვახსენო, ესეთი ფსიქოლოგი არის დიანა ბაუმრინდი, თუ გაგიგიათ. ძირითადად 70-იან წლებში მოღვაწეობდა, კლინიკური ფსიქოლოგი იყო და წერდა მშობლების, ასე ვთქვათ, აღზრდის სტილზე, თუმცა შემდეგ გადმოიტანა ეს უკვე საგაკვეთილო პროცესებზე და საგაკვეთილო პროცესების მართვა, როგორ შეუძლია მასწავლებას და გამოყოფს მასწავლებლების რამდენიმე კატეგორიას. პირველი ეს არის ავტორიტარი მასწავლებელი, რომელსაც აქვს ესე იგი დაბალი ემოციური მხარდაჭერა მოსწავლების მიმართ და სწორედ აი სახაზავით მდგომი მასწავლებელი არის, რომელიც ძალიან მკაცრი არის კლასის წესების დაცვის პროცესში. მეორე არის აი permissive, ანუ ყველაფრის უფლებას რომ აძლევს, არის ძალიან რბილი, მეგობრული, თუმცა საკლასო წესებს ვერ იცავს და მესამე არის უკვე ავტორიტეტული მასწავლებელი, რომელიც არის ძალიან მაღალი ემოციური მხარდამჭერი, მეგობრულიც არის, მაგრამ ძალიან პრინციპული არის თავისი წესებისა და პროცედურების მიმართ. და სხვათა შორის საქართველოს რეალობაშიც მე ვესწრებოდი სხვადასხვა გაკვეთილებს, როდესაც პრაქტიკებს გავდიოდი უნივერსიტეტში და ძირითადად ორი უკიდურესობა გვაქვს. ან ყავს ავტორიტარი მასწავლებლები, მკაცრები და აი მომთხოვნები ძალიან, ან ყველაფრის უფლების მიმცემები. და გვიჭირს ოქროს შუალედის დაცვა და ეს არ ეხება მხოლოდ დამწყებ მასწავლებლებს, გამოცდილ მასწავლებლისთვისაც ეს არის რაღაც აქილევსის ქუსლი. რამე პრაქტიკულ რჩევებს ხომ არ მისცემდით მათ, აი როგორ შეუძლიათ, რომ თან იყვნენ ემოციურად მხარდამჭერები და მოსწავლისთვის მეგობრულები, რბილები, ლოიალურები, მაგრამ თან იყვნენ პრინციპულები თავიანთ გადაწყვეტილებებისა და წესების მიმართ. უამრავი პრაქტიკული რჩევა არსებობს. ახლა ერთი ცალის გამოყოფა არ შეიძლება, მაგრამ ამაზე ჩვენ ტრენინგებიც კი გვაქვს ხოლმე, როგორ რა უნდა გააკეთოს მასწავლებელმა პირველ ყოვლისა, იმისათვის რომ ერთის ხრივ ასე ვთქვათ, შეინარჩუნოს პატივისცემაზე დაფუძნებული გარემო კლასში, მაგრამ ამავე დროს გარდა აი ამ კომფორტული გარემოსი, ამის მიღმა იყოს რაღაცნაირი დისციპლინა, შინაგანი დისციპლინა. ეს ალბათ მოდის მასწავლებლისგან, რომელიც მაგალითს აწესებს კლასისთვის, როცა ის არის ძალიან თანმიმდევრული წესების დაცვისა, შესაბამისად თავარი სიტყვა ეგ არის ზუსტად თანმიმდევრულობა. ყველაზე ეფექტური სწავლების პროცესში არის თანმიმდევრულობა. და როგორც წესი, ყველა თეორეტიკოსი, ვისაც ეს უკვლევია, საბოლოოში აქამდე მედის ხოლმე, რომ ყველაზე მეტად ამართლებს თანმიმდევრულობას. კი ბატონო. თქვენ თუ გქონიათ რაიმე სირთულე ამასთან დაკავშირებით, როცა იწყებდით? საოცარი სირთულეები მქონდა, იმიტომ რომ მაშინ მე როცა დავიწყე, ჩვეულებრივი მიღებული პრაქტიკა იყო ბავშვების ცემა. ანუ თუ ვიღაც კლასში იქცეოდა ასოციალურად, ან უბრალოდ ცუდად, მასწავლებელი მას ფიზიკურად სჭიდა და ასეთნაირად აჩვენებდნენ. ეხლა ცხადია, მაშინაც არსებობდნენ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეები, რომლის არსებობის შესახებ არავინ არ იცოდა. ეძახდნენ, რომ ესენი არიან გაუზრდელი ან ცელქი ბავშვები და მათი გაჩუმების ერთ-ერთი მეთოდი იყო ფიზიკური დასჯა. ბუნებრივია, მე როცა დავიწყე, ჩემთვის გამორიცხული იყო შინაგანი რწმენიდან გამომდინარე, რომ ფიზიკურ დასჯაზე ყოფილიყო აგებული, არა და სხვა არ ვიცოდი. და განსაკუთრებით გამიჭირდა პირველი ხანები. ძალიან ძნელი იყო, იმიტომ რომ არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა იმისთვის, რომ მაგალითად ახმაურებული ბავშვები ან ბავშვი, რომელიც აი დარბის კლასში. დარბის იმიტომ, რომ სპეციალური საჭიროებისაა სინამდვილეში. ეს ხომ არ ვიცოდი. არც არავინ არ იცოდა და აი როგორ უნდა გააჩერო. თუ ესეთი რამდენიმეა კიდევ ერთ ბავშვთან ერთ კლასში და ძალიან განვიცდიდი ამას. ამ ყველაფერს. და ვცდილობდი რომ რაღაცა მომეფიქრებინა და ეს ყველაფერი გაგრძელდა საკმაოდ დიდ ხანს. ანუ ერთის მხრივ ვცდილობდი რომ თქვენ თავზეც მუშაობდით გარემო და მეორე მხრივ ვფიქრობდი როგორ შეიძლება ამას უშველო და
ბოლოს აი მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ მოვიფიქრე რაღაც მეთოდი და მე აღმოაჩინე რომ თურმე ველოსიპედი გამომიგონებია უკვე უკვე არსებობდა ესეთ. ხო არ გაგვიზიარებდით ამ მეთოდს ერთ-ერთს? ერთ-ერთი არის ის რომ პოზიტიურ მხარეზე უნდა გაამახვილო ყურადღება. კი. აი მაგალითად როგორც წესი მასწავლებელი კლასში რო შედის ვთქვათ ეხ ყველა ესე ხუარზის ვიღაცა შეიძლება იდგეს ვიღაცა დარბოდეს შეიძლება ვიღაცა სხვა ტემპერამენტი აქვს ეს ბუნებრივია. ზოგი შეიძლება ყვიროდეს ეხა ამ დროს ძალიან ხშირად მასწავლებლების უმრავლესობა უყურებენ ბავშვებს რომლებიც იქცევიან ცუდად და ცდილობენ რომ აღნიშნონ ეს გაჩუმდი ანუ ისეთი ბრძანებითი კილო შემოვაქვს გაჩუმდი მოაკეთებ ამას დაჯექი და ასე შემდეგ და თავის დროზე აღმოაჩინე ესეთი რაღაცა რომ თურმე თუ პოზიტიურ ხარეზე ამახვილებ ყურადღებას გაცილებით უფრო ეფექტურია მაგალითად პირველად შევნიშნე ესეთი რამე აი სადღაც დაახლოებით 4-5 წლის თავზე ჩემი პრაქტიკისა რომ ანუ საკმაოდ იყავით ამ პერიოდში დაკავებული. რომ თურმე თუ შეხვალ ესეთ ახმოვანებულ კლასში და შენიშნავ შეუძლებელია რომ ყველა სულად იქცეოდეს, ვიღაცა აუცილებლად იქცევა კარგად. და თუ ამას აღნიშნავ, რომ აი, გიორგი რა კარგად წიხარ დღეს ყოჩახ. იმ წამსვე სხვები მიბაძავენ. ზუსტად ესე არის და ჩემ თავზეც გამომიცდია, რომ აი როცა გქონია ცოტა რთული დღე გვაქვს ესეთი დღეები სკოლაში, როდესაც ყველა ცუდად იქცევა, ან ყველა კარგად იქცევა და როცა გვაქვს ესეთი რთული დღეები, ვაკეთებ ხაზგასმას მათ კარგ ქცევაზე, რომ აი ძალიან დიდი მადლობა, რომ ყველა ძალიან კარგად მისმენდით და დამოუკიდებლად მუშაობდით და ეს ბავშვებისთვის იმდეს ნიშნავს, რომ აი პატარა პროგრესსაც და პატარა ცვლილებასაც როცა აღნიშნავ, უფრო მეტი мотиваცია აქვთ, რომ მე უფრო მეტი შექება დაიმსახურა. კი, ამას მე მრავალი წელი გავიდა და გავიგე, რომ თურმე ქვია პოზიტიური განმტკიცება. კი ბატონო. მაშინ არც არსებობდა ალბათ სახელმძღვანელოები ამასთან დაკავშირებით. მართლა გაგინაცდათ რომ ესე ველოსიპედი გამოიგონეთ, ხო? მაგრამ ძალიან მაგარი არის, რომ მაგ პერიოდში არ კარგავთ შემართებას, რომ 4 და 5 წელი არ არის პატარა დრო, ესე იგი ძიებით სავსე წლები იყო ეს და არ დაკარგეთ თქვენ თავში ძალა, რომ აი ხომ შეგეძლოთ, რომ მე ამათთან ვერაფერს ვერ გავხდები, დაგეხურათ ქუდი და წამოსულიყავით. არა, იმიტომ რომ თლად ესე ხო არ არის ხოლმე, არის პატარა გამონათებები, რაღაც კარგი რაღაც კი, ეგ გამონათებები მე გაძლევს ძალას. მამოტივირებელი არის მასწავლებლებისათვის. თქვენ ანუ მაინც იმ გარემოში გაიზარდეთ, როცა ეს ცემა, ტყეპა და ფიზიკური ძალადობა თქვენი სასკოლო ცხოვრებიდანაც ალბათ. არა, მე თვითონ პირადად მინახავს, რა ვიცი, ჩემ კლასელებზე მასწავლებლების ფიზიკური ძალადობა ლამის ყოველდღიურად. კლასელებზე, კი ბატონო. და ნუ ესე იგი პროტესტით შედით. ეს იყო ჩვეულებრივი ამბავი, აი, არავის არ უკვირდა საერთოდ. არც მშობლებს. არც აპროტესტებდნენ, რაც თავარია. უფრო მეტიც ჯერ კიდე 20 წლის წინ, როდესაც დავიწყე კერძო სკოლა, იყვნენ მშობლები და არც თუ ისე ცოტა, რომლებიც მოდიოდნენ და ითხოვდნენ, რომ მათი შვილი ფიზიკურად დაგვესაჯა. იმიტომ რომ ეს არის ის, რაც კარგად მუშაობს მათ შვილზე. კი. და მათ უკეთ იცოდნენ რა მუშაობს მათ შვილზე. ეხლა რა გინდა რომ გააკეთო? ერთის მხრივ ჩვენ ვცდილობთ რომ ვასწავლოთ პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები და ის ითხოვს ფიზიკურ დასჯას. საკმაოდ რთულია. თუმცა შეუძლებელი ნამდვილად არ არის და ნამდვილად სწორი რჩევა იყო ახლა, რაც გააჟღერეთ, რომ პოზიტიური ქცევაზე ხაზგასმა ძალიან მოქმედებს და ამის გარდა ძალიან ბევრი სახელმძღვანელო ამასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, რომ ძალიან დაეხმარება ეს. კი, მოკლედ არსებობს ერთის მხრივ, როგორ უნდა უდგებოდეს მასწავლებელი, ცხადია პოზიტიურ ქცევაზე აქცენტირებით, პოზიტიური განმტკიცების გამოყენებით და ამავე დროს იყოს მას უნდა ქონდეს ძალიან მკაფიო წესები კლასში და უნდა იყოს თანმიმდევრული მის დაცვაში. აი ეს ამ ყველაფრის კომბინაცია ქმნის იმ გარემოს კლასში, როდესაც შესაძლებელია სწავლების დაწყება. კი. თუ ერთი დღე ითხოვ რაღაცას, მეორე დღეს აღარ ითხოვ და თუ არ ხარ თანმიმდევრი. ან ერთ ითხოვ, მეორესთან არ ითხოვ, ერთ თვალი დაუხუჭე რაღაც ქცევაზე, მეორეს არა. ამ ყველაფერს გრძნობენ. და ჩემ თავზეც მაქვს გამოცილი პირველივე დღიდან რიგის დადგომა, რიგში ჩადგომის წესებს ძალიან ისე აქტიურად ვუნერგავ ბავშვებს, რომ სადილოში ჩავიდეთ კაფეტერიაში რაღაცა და ერთი დღე იყო ზუსტად მახსოვს, რომ
არ ვიყავი მე, ჩემი ტუტორი მეხმარებოდა და ეხმარებოდა ბავშვებს და ისე მოხდა რომ ალბათ არ დაიცვა ეს წესები თუ რაღაც და მეორე დღეს დამხვდა რადიკალურად შეცვლილი კლასი. ერთი დღეც კი ძალიან მოქმედებს. თან ბავშვები საკმაოდ манипуляტორები არიან. ყველაფერს უნებრივია ცდილობს რომ გამოიყენოს თავის სასარგებლოდ სიტუაცია. ყველა ადამიანი ესეა. კი, მეც ვფიქრობ, რომ ეგ მართლა ოქროს რჩევა არის, რომ მასწავლებლებმა პირველ რიგში იმუშავონ თავიანთ თავზე, იყვნენ მისაბაძი მაგალითები მოსწავლეებისთვის, რომ როგორი დისციპლინირებულიც იქნება მასწავლებელი, შემდეგ ეს უკვე გადადის მეტწილად. სამართლიანობა და თანმიმდევრობა. სამართლიანობა და თანმიმდევრობა. შვენიერი. ახლა გადავიდეთ ჩემთვის ერთ-ერთ საინტერესო თემაზე. ამ თემატურ ბლოგს დავარქვი დამწყები მასწავლებლის სევდა. კი ბატონო. მეც გქონია. ყველას გქონია ალბათ და ზოგადად დასაწყისი ნებისმიერ სფეროში არის რთული და პირველი ნაბიჯები, მაგრამ ამას წინ წავიკითხე ერთი ფრაზა, რომ ყველა სფეროში არის რაღაც სტაჟირების პერიოდი და განათლების სივრცეში არის გადარჩენის წელი. და მართლაც როცა კი, ნამდვილად, აი რაღაც ეს გამინათდა მაშინ, როცა წავიკითხე და სანამ შევიდოდი სკოლაში, მანამდე ძალიან ვემზადებოდი, ვკითხულობდი რაღაც ლიტერატურას, სტატიებს ამასთან დაკავშირებით და ყველა სტატიასა თუ სახელმძღვანელოში ფიგურირებდა სიტყვები გადარჩენა, თავის დაღწევა. ერთ-ერთი ავტორი არის მეთიუ ჯონსონი არის და სახელმძღვანელო აქვს სათაურით წარმატება სწავლების პირველივე წელს, ანუ გადარჩენის სახელმძღვანელო დამწყები მასწავლებლებისათვის. ანუ ყველგან ფიგურირებდა სიტყვები გადარჩენა, თავის დაღწევა, გამკლავება და მეთქი რა ხდება? და მე რო შევედი ახლა კი ვიცი უკვე რა ხდება და მოდი ვისაუბროთ ამაზე. რა სირთულეები გქონდათ თქვენ, როცა დაიწყეთ სწავლება, გარდა კლასის მართვისა და ესე შემდეგ, რა სირთულეები იყო და მოდი პირველ რიგში გაიხსენეთ თქვენი პირველი დღე სკოლაში, როგორი იყო? პირველი გაკვეთილი. პირველი გაკვეთილი იყო შემთხვევით. ძალიან უცნაურად დავიწყე, იმიტომ რომ სწავლა უკვე დაწყებული იყო. და სადღაც რამდენიმე კვირის, 2 კვირის ალბათ. და უცბად შემეხმიანე სკოლიდან, რომ არის ესეთი ხო, ეგ ცალკე სირთულე იქნებოდა. ადგილი. და მივედი. და გაკვეთილი მიდიოდა, ანუ მასწავლებელი ატარებდა ამ გაკვეთილს უკვე. და მათემატიკის გაკვეთილს ატარებდა. რომელ კლასზე? მეორე კლასელები იყვნენ და ვერ აგებინებდა რაღაცას. და რაც ბუნებრივად ჩავერთე, დავეხმარე. იქნებ მიშველო და კაი მეთქი და აი ესე დავიწყე. კი. რა ემოციები გქონდათ პირველ დღეს? გქონდათ თუ რაღაცა შფოთი? საქმე ის არის, რომ მანამდე ისევ როგორც ბევრ ფაკულტეტზე ჩვენთანაც იყო პრაქტიკა სკოლაში. ანუ სკოლაში პრაქტიკა მქონდა გავლილი. კი. და ამ პრაქტიკაზე რომ მივედი, მე მგონი მე-5 ან მე-6 კლასელებთან მომიწია პრაქტიკის გავლა და აღმოაჩინე რომ ძალიან კარგად გამომდიოდა. ყოველთვის მე მეგონა ეს. და რაც ბავშვები ძალიან დაინტერესებული იყვნენ, ჩართულები იყვნენ და პირველივე გაკვეთილის შემდეგ ეს ხდება, რა ვიცი, 80-იან წლების დასაწყისში და მასწავლებელმა ვინც იყო იმათი მასწავლებელი, ნახა რომ კარგად მედიოდა და 2 კვირით წავიდა სადღაც. და ჩაგადმომაბარა მე. პირდაპირ შეგაგდოთ ესე იგი. მიხედავსო და ასე ვთქვათ, კარგი პრაქტიკა მივიღე. ძალიან კი, პრაქტიკას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უბრალოდ. მეც უნივერსიტეტის პერიოდში როცა გავდიოდი პრაქტიკას, რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იყო, იმიტომ რომ მაინც იქ სხვა მასწავლებელიც გესწრება და მცლად ბოლომდე შენი არ არის ეგ არაფერი. და მე კიდე პირიქით ეგრე მომცარო, რომ ნახა რომ შემეძლო მართვაც, გამომდიოდა რაღაცა, საერთოდ წავიდა. კი. 2 კვირიანი შეებულება იყო. და დაგიტოვოთ კლასი, ხო? მეც საკმაოდ წარმატებულად მახსენდება ჩემი პრაქტიკები, მაგრამ მიუხედავად ამისა, მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ვამზადებდი ჩემ თავს და ვმუშაობდი სანამ სწავლების პროცესი დაიწყებოდა, პირველი დღე იყო ძალიან ისეთი ემოციური. ჩემთვის თან ისე დაემთხვა, რომ დედა ჩემი წამოყვა სკოლაში, რომ დილით მომხმარებოდა საკლასო რაღაცების ორგანიზებაში და როცა წავიდა მე ცხრისკენ სხვა მშობლებით წავიდნენ, აი ზუსტად ისეთი განცდა მქონდა პირველ კლასში რომ დამტოვა დედა ჩემო და მეთქი დედა სად მიდიხარ და
22 ბავშვი მიყურებს რაღაცა დიდი ინტერესიანი თვალებით, იმათთვისაც პირველი ვარ, ჩემთვისაც პირველი კლასი არის და აი პირველი რამდენიმე წუთი იყო ძალიან ესეთი მშფოთვარი, მაგრამ მე აი ჩავისუნთქე ღრმად და ვისმე რომ ჩასუნთქონი. ძალიან საინტერესო იყო. რა სირთულეები გქონდათ სწავლების პირველივე წლებში? რა იყო? მხოლოდ ერთი. ეს იყო კლასის მართვასთან დაკავშირებული ყოველთვის არა, დრო და დრო. მეტნაკლებად ვახერხებდი ამ გამოწვევების დაძლევას. და ნელ-ნელა აღმოვაჩინე რაღაც მეთოდები, ოღონდ დიდი დრო დამჭირდა ძალიან, იმიტომ რომ არანაირი გამოცდილება არ არსებობდა, არავინ არაფერი არ იცოდა, არავინ არაფერს არ მიზიარებდა. ვერსად ვერაფერს ვერ ვნახულობდი რომ წამეკითხა, მაშინ ინტერნეტი მაშინ არ იყო და თან როცა ისეთი კოლეგები ყავთ, რომლებიც კიდეც ჭიან ბავშვებს. ხო. არა, ჩემი კოლეგები საბედნიეროდ იმ სკოლაში არ იყო, ასე ძალიან გამიმართლა, მაგრამ თან იყო ეს ჩაკეტილ ქვეყანაში, სადაც წიგნსაც ვერ იშოვიდი. ინგლისურად წიგნები არ იყო. და საბჭოთა წიგნები საერთოდ სხვანაირად იყო დაწერილი. კი ბატონო. სირთულები თუ ქონიათ ზოგადად მშობლებთან კომუნიკაციის მომენტში, ხო? აი მე პირადად მთავარი სირთულეები რაც მაქვს, ძირითადად ეს არის მშობლებთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ხანდახან განცდა მაქვს, რომ ერთი ოჯახიდან მყავს ორი მოსწავლე. თან როდესაც მშობლისთვისაც პირველი არის ეს გამოცდილება და დედის ერთა ბავშვი არის, აი მისთვისაც რაღაც სიახლე არის ყველაფერი და მე საერთოდ უნივერსიტეტში როცა ვსწავლობდი, ჯერ კიდე მაშინდანვე ვეუბნებოდი ჩემს ლექტორებს, რომ მოდი გავაკეთოთ საგანი მშობლებთან ურთიერთობის ხელოვნება. იმიტომ რომ ბევრად დიდი დრო და რესურსი მიდის მშობლებთან სწორ კომუნიკაციაში, ვიდრე მოსწავლეებთან, იმიტომ რომ მოსწავლეებთან უფრო მარტივად გავდივარ. ჩემთვის ასევე გამოწვევა არის, რომ გაგიზიაროთ ახლა და მე თქვენს ან დამეთანხმეთ ან არ დამეთანხმოთ, სულ მაქვს ის განცდა, რომ მე უნდა ვიყო საუკეთესო და მე არ მაქვს შეცდომის უფლება, რომ უნდა ვიყო მისაბაძი მაგალითი და ის სულ ვაკრიტიკებ ჩემ თავს, რომ აი არა ესე არ უნდა გეკეთდეს, ესე არ უნდა გაგეკეთებინა. თან გაქვს რაღაცა თვით დამტკიცების სურვილი, რომ დაუმტკიცო მშობლებს, თან რომ პატარა ვარ ასაკით, ეგეც ალბათ მოქმედებს. მე პატარა ვიყავი რომ დავიწყე. და აი სულ მაქვს ეს ბრძოლა საკუთარ თავთან და ეგ ძალიან გფიტავს ემოციურად. აი თუ გქონდათ ეგ მომენტი თქვენ რომ აი ზედმეტად მოწოდინებული იყავით, რომ ყველაფერი საუკეთესოდ გაგეკეთებინათ. კი, ალბათ. ალბათ გქონდა. ეხლა ყველა დეტალი არ მახსოვს, იმიტომ რომ იმის მე 40 წელი გავიდა, მაგრამ რა თქმა უნდა ყველაფერი მახსოვს. საბედნიეროდ მე არ მქონია საერთოდ კომუნიკაციის პრობლემა, იმიტომ რომ მაშინ ჯერ სხვა მოთხოვნები იყო. ხო. სხვა მიდგომები იყო და ასე ვთქვათ, მშობლებს იმ მოსწავლეების მშობლებს, რა ვიცი, ძალიან მოწონდა რომ მე ვიყავი მასწავლებელი, მოწონდა. შვენიერი, ძალიან გაგიმართლა. შესაბამისად, კი, გამიმართლა. არსებული მდგომარეობა მაშინდელი ესეთი იყო. კი. განსხვავება არის ასევე, მოდი ვთქვათ, საჯარო და კერძო სკოლებს შორის. რა თქმა უნდა. მაშინ კერძო სკოლები საერთოდ არ არსებობდა. შესაბამისად, რა ვიცი, ერთ-ერთი მე რადგან კერძო სკოლის მასწავლებელი ვარ, ცოტა სხვა სირთულეები მოდის მანდ და შესაბამისად ესეც ძალიან მოქმედებს. მე როგორც ასე ვთქვათ, ადმინისტრატორს ამ შემთხვევაში ძალიან კარგად მესმის ეს ყველაფერი, იმიტომ რომ მაგ კომუნიკაციის დიდი ნაწილი გადადის ადმინისტრაციაზე. კი. ტყდება ჯოხი ადმინისტრაციაში. შემდეგ ბუნებრივია მშობელთან კომუნიკაცია უნდა მოახერხოს. და თავისთავად ცხადია, რომ ვალდებული ვართ ადმინისტრატორების და მასწავლებლების სწორი კომუნიკაცია გქონდეს მშობლებთან, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო მისი შვილია. მაგაზე ძვირფასი რა ყავს არავინ, ხო? და ბუნებრივია მას ღელავდეს, აინტერესებდეს ყველაფერი, უნდოდეს მისთვის ყოველივე საუკეთესო და ითხოვდეს ამას სხვებისგანაც. უბრალოდ უნდა მithumetes ამაში ფულს იხდის. კი, მithumetes ფულს იხდის, თუმცა არის განცდა, რომ მე ფულს ვიხდი და ამიტომ ყველაფერი ისე უნდა იყოს, როგორც მინდა. თუმცა ამ დროს არის საჭირო სწორი კომუნიკაცია იმის ახსნა, რას ვაკეთებთ, რატო ვაკეთებთ, რომ შემთხვევით არაფერს არ ვაკეთებთ, ყველაფერს ვცდილობთ წინასწარ დავგეგმოთ და ასე შემდეგ.
კი ბატონო. როდესაც ამ თემას ვამუშავებდი, ასევე გავიცანი ერთ-ერთ კვლევას, ჰარვარდის განათლების სკოლას ედო ესეთი კვლევა, რომ რეალურად რამდენი წელი დარჩები პროფესიაში, დამოკიდებული არის შენ პირველ სასწავლო წლებზე. ანუ 5 წელი არის, ასე ვთქვათ, გადამწყვეტი მომენტი. აი, პირველი სადამრიგებლო. პირველ სადამრიგებლოს როცა გავუშვებ, მე შეიძლება 20 წელი დარჩე სკოლაში. მაგრამ სხვადასხვა საქართველოშიც ყოფილა ესეთი კვლევა ჩატარებული, რამდენად სანდო და ვალიდური არის ამაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ესეთი კვლევა წავიკითხე, რომ ახალბედა მასწავლებლების მხოლოდ 15% რჩება 5 წლის შემდეგ სკოლაში. შესაბამისად, რა მხარდაჭერა სჭირდება მასწავლებელს ამ პერიოდში, ვისგან სჭირდება მხარდაჭერა, რომ აი უფრო მეტხანს არჩეს პროფესიაში და გაუმკლავდეს ამ არც თუ ისე მარტივ გზას, იმიტომ რომ სკოლის ადმინისტრაციისგან ჭირდება პირველ ყოვლისა მხარდაჭერა. მეორე მხრივ, თუ ადამიანი უცბად აღმოაჩენს დაიწყო მუშაობა, შეიძლება ეგონოს რაღაც სხვანაირი კი, ბოლოდინი სხვა კონდეს, რეალობა და აღმოაჩინა საერთოდ სხვა რეალობა და მიხვდა, რომ არ არის ეს მისი საქმე, ესეთებიც არიან, მაგრამ ძირითადად თუ არის მოტივირებული, თუ გრძნობს, რომ ეს მისი საქმეა, საბოლოო ჯამში ყველაფერი დადის იქამდე უყვარს თუ არა ბავშვები. თუ ბავშვები უყვარს და მე სათანადო მხარდაჭერა ექნება ადმინისტრაციის მხრიდან, აუცილებლად დარჩება. კი, იმიტომ რომ რეალურად მასწავლებლები, რომლებიც ტოვებენ პროფესიას, არ ტოვებენ ბავშვებს, ტოვებენ სისტემას, რომლისგანაც ვერ იღებენ სათანადო მხარდაჭერას. და მე ძალიან არიან მასწავლებლები, ვინც ბავშვებს ტოვებენ. კი, ბავშვებსაც ტოვებენ და მე ძალიან გამიმართლა იმაში, რომ ჩვენ გეცოდინებათ. ყოველ კვირას საერთო კლასის მასწავლებლები ხვდებით ადმინისტრაციის წარმომადგენელს და შეიძლება 1 საათი ვისაუბროთ, უბრალოდ ვიწუწუნოთ. აი კვირის განმავლობაში ვის რა სირთულეები გქონოდა. აი ველოდები მთელი კვირა ამ შეხვედრას, იმიტომ რომ აი იქ რო შევდივარ და რო ჩამოვაწუწუნებთ ყველაფერს მასწავლებლები, ძალიან გეშვება ეს და აი როცა გრძნობ და იმის განცდა გაქვს, რომ ესე იგი მარტო არ ხარ და ეს შენ კლასში არ ხდება მარტო და ესე იგი არ გიждები. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს, რომ მასწავლებლებს კონდეთ სივრცე იმისთვის, რომ გაუზიარონ ერთმანეთს. საჯარო სკოლაში ამისათვის კათედრები არსებობს, რომელიც არ არის დიდად ფუნქციური და დიდად არ ასრულებს თავის მოვალეობას, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ეს სწორი კომუნიკაცია შედგეს ადმინისტრაციის მხრიდანაც და მე ძალიან გამიმართლა, რომ შევხვდა ესეთი ადმინისტრაცია, იმიტომ რომ მართლა ვგრძნობ, რომ მაქვს ზურგი ადმინისტრაციისგან, რომ რა პრობლემაც არ უნდა მქონდეს, თუნდაც მშობელთან ცოტა მისკომუნიკაცია იყოს, ადმინისტრაცია აუცილებლად გვერდში დამიდგება და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის მასწავლებლისთვის, იმიტომ რომ როცა მარტო ხარ, აი საჯარო სკოლის მასწავლებლების უმრავლესობა ესე არის, შეტოვებული აქვთ ამდენი პრობლემა ერთად და მარტო უწევთ აი ამ თოლში გზის გამკლავება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. კი, ძალიან მნიშვნელოვანია. გაზიარება ზოგადად. იმდანაც მეშვება მე ამ შეხვედრებიდან რომ გამოვდივარ, აი ბედნიერი ვარ, თურმე რა კარგად ყოფილა ყველაფერი. აი რაღაცა რომ გიხარია, რომ შენთანაც ესე ხდება და შენთანაც ესე ცუდად იქცევიან და რაღაცნაირად მე ეს სოლიდარობას რო უცხადებთ ერთმანეთს, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ესე იგი მე აღვიქვამ ძალიან მუქად და ყველაფერი ძალიან კარგად, ნორმალურად არის, ესეც უნდა იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ასევე მოდი ახლა ვისაუბროთ რა როლი აქვს შეცდომის დაშვებას მასწავლებლის კარიერაში, იმიტომ რომ სულ გვაქვს იმის განცდა, რომ აი რაღაცა მეშლება, აი რაღაცას ვაფუჭებ, მაგრამ რეალურად პედაგოგიკაშიც ხო არის ესეთი მეთოდი, ცდისა და შეცდომის მეთოდი. ანუ ცდით და შეცდომებით სწავლობ რაღაცას. უფრო მეტი სხვანაირად ვერ სწავლობ. სხვანაირად ვერ სწავლობ. იმიტომ რომ რაც არ უნდა ბრძენი იყო, ცხადია. სხვისი 20 წლის ასაკში ვერც იქნებით ან 20-21 წლის. ვერც მე ვერ ახარ საბოლოო ჯამში როგორც აღმოჩნდა და რაც არ უნდა ჭკუა დაგარიგონ. ვერ მიყვები იმას ბოლომდე. ამიტომ გინდა არ გინდა დაუშვებ შეცდომებს. თავარი ამ შეცდომებზე ისწავლო. რეფლექსია როგორ შეგიძლია, კი. ეგ არის მთავარი, თორე მასწავლებელიც და ისევ როგორც ნებისმიერი სხვა ადამიანი შეცდომებს უშვებს. კი. მაგრამ ამ შეცდომებზე რეაგირება არის. რამდენად სწორად შეგვიძლია მასზე სწავლება, შეუძლია თუ არა აღარ გაიმეოროს ეს შეცდომები. ან შეამციროს შეცდომით მიყენებული ზარალი.
კი, თუმცა განათლების სისტემა ცოტა სპეციფიური არის მანდ, იმიტომ რომ ნუ პირობითად თუ მარკეტინგში და გაყიდვებში რაღაც შეცდომას დაუშვებ, რაღაც პროდუქტი გავუშვი, არ იმუშავა და თავიდან იმუშავე, განათლების სფეროში ცოტა სხვანაირად არის, იმიტომ რომ ნუ საქმე გვაქვს ადამიანებთან, პიროვნებებთან და შეიძლება რაღაც შენი პატარა შეცდომა ძალიან ძვირად დაჩნდეს მომავალი თაობის სახით, ხო? თქვენთვის თუ არსებობს მასწავლებლისთვის უპატიებელი შეცდომა? რაც არ ეპატიება მასწავლებელს არანაირად. კი, ბევრია ეგეთი შეცდომა, ეს არის უსამართლობა, უპატივცემულობა, როცა პატივს არ სცემს. შეიძლება არ გიждდებოდეს ბავშვებზე და არ მზედამთვარე არ ამოსდიოდეს, მაგრამ პატივს უნდა სცემდეს მათ, იმიტომ რომ ესენი პიროვნებები არიან, უნდა აღიქვავდეს როგორც პიროვნებებს, თანაბრად და ამის მიხედვით ხელმძღვანელობდეს. საბოლოო ჯამში ეს უსამართლობა არის ყველაზე ცუდი რამ, რაც არ ეპატიება. ანუ სოციალური ნაწილში რაც არის. იმიტომ რომ რაც აკადემიურ ნაწილში ეს პრობლემა არა, ის ყოველთვის გამოსწორდება. კი. ჩემი ლექტორი მეუბნებოდა სულ, რომ შეიძლება ვერ ასწავლო ბავშვს მათემატიკა კარგად, მაგრამ არ უნდა შეაძულო. ანუ მე პირადად მქონდა ესეთი ტრაუმატული გამოცდილება, რომ იმდენად დამაკომპლექსა ჩემმა მასწავლებელმა, რომ დღემდე რაღაცა ეს მათემატიკის აქილევსის ქუსლია, მოკლედ მათემატიკა. არა და მიწევს და თავიდან ძალიან ისე ვიყავი, რომ აი უი მათემატიკაც და მიუხედავად იმისა, რომ კარგად გამომდის რეალურად, მაგრამ აი ეს ბავშვობის პერიოდში მიყენებული ტრამვები ეს აქვს უდიდეს ნაწილს ჩვენი მოსახლეობისა. გოგოებს განსაკუთრებით, იმიტომ რომ ბიჭებს, მაგრამ ბიჭების მიმართ მაინც ხო, აი იარლიყის მიწებების მსხვერპლი ვიყავი მეც და შეიძლება ჩემმა მასწავლებელმა ეხლა რომ ვუთხრა, რომ შენ ისე მე დამტრამვე და დამაკომპლექსე, ვერც გაიხსენოს, იმიტომ რომ ძალიან უნებლიეთ მითხრა, რომ შვილო, გაეშვი, არ არის მათემატიკა შენი საქმეო, მეორე კლასელ ნინის. რომელსაც რაღაცა შეეშალა უბრალოდ და ეს პატარა რაღაცები მაინც ძალიან აი მაგაზე ცუდი რაღაც არ შეიძლება ქეს მასწავლებელმა, ნამდვილად ეგრეა. ეგ არის ის უპატიებელი შეცდომა. უპატივცემულობა, უსამართლობა და გარდა ამისა არაკომპეტენტურობა. იმიტომ რომ მეორე კლასის მასწავლებელმა უნდა იცოდეს, რომ არ არსებობს ბავშვი, რომელსაც ვერ ასწავლი მეორე კლასელს. არ არსებობს ეგეთი ბავშვი. თქვენ წაღანახსენეთ ბავშვების უპირობო სიყვარული. როცა მე პროფესიას ვირჩევდი, ან როცა ჩავაბარე, სულ მეკითხებოდნენ, რომ უი მასწავლებლობა რატო ალბათ ბავშვები გიყვარს ძალიან, ხო? და ცხადია, ბავშვების სიყვარული არის უმნიშვნელოვანესი, მაგრამ გარდა ბავშვების სიყვარულისა, რა კომპეტენციები უნდა ჰქონდეს მასწავლებელს, რომ იყოს კარგი მასწავლებელი? აი, რა არის, რაც კარგ მასწავლებელს ქმნის დიდებულ მასწავლებლად? ანუ რა არის რაც კარგი მასწავლებელს სჭირდება თუ რაც ბრწყინვალე მასწავლებელს? ბრწყინვალე მასწავლებელს სჭირდება. ბევრი რაღაცაა. იმიტომ რომ განსხვავებით უბრალოდ კარგი მასწავლებლისგან ბრწყინვალე მასწავლებელს ბევრი სხვა რაღაცა აქვს. და შევეცდები რაღაცები ჩამოვთვალო. არ ვიცი, უცბად შეიძლება რაღაც გამომრჩეს, მაგრამ შევეცდები ძირითადი მოვხაზო. პირველ რიგში მას შეუძლია, ასე ვთქვათ, ბუნებრივად აქვს ეს ყველაფერი. რასაც სხვები გამოიმუშავებენ ხოლმე წლების განმავლობაში. ეს ყველაფერია თანმიმდევრულობა, შინაგანი დისციპლინა, პატივისცემის გრძნობა, სამართლიანობა, ეს რაც შეეხება ფსიქოსოციალურ ემოციურ ნაწილს, მაგრამ ამავე დროს იცის თუ ის რაღაც კონკრეტულ საგანს ასწავლის, შეიძლება სულად ზედასაფეხურზე ასწავლიდეს. ამ კონკრეტული საგნის ღრმაცოდნა, საგნობრივი დისციპლინის და ეს ყველაფერი უნდა იყოს შეჯერებული პედაგოგიკის, თანამედროვე მეთოდების კარგ ცოდნასთან. ანუ სამი კომპონენტი: მეთოდოლოგია, საგნობრივი ცოდნა და ბავშვების უპირობო სიყვარული. ერთი რომელიმის გარეშე უკვე არღვევს ამ ბრწყინვალე მასწავლებლის სახეს, ხო, იმიტომ რომ თქვენს გეყოლებოდათ ალბათ მასწავლებლები სკოლის პერიოდში და მეც მყავდა, რომლებსაც ჰქონდათ უპირობო სიყვარული ბავშვების მიმართ, თუმცა საგნობრივ ნაწილში მოიკოჭრებდნენ და პარალელურად მყავდა მასწავლებლები, რომლებსაც აი ძალიან კარგი ცოდნა ჰქონდათ მათ დისციპლინაში, მაგრამ იმდენად რაღაცა ზიზღს გრძნობდით მოსწავლეები, რომ აღარც მაგათი საგანი გვინდოდა და აღარც არაფერი. და შესაბამისად, ანუ სამი ძირითადი კომპონენტი არის, რაც ქმნის შეიძლება ესეც ცხადი მე თითოეული მოიცავს უამრავ კომპონენტისგან უამრავ რაღაცას. შეიძლება 1000-ნაირად გაანალიზოს ყველაფერი, მაგრამ ინტუიციურად ყოველთვის როცა
ხვდები გაკვეთილზე, რომელსაც ატარებს წყინვალი მასწავლებელი, ხვდები, რომ ეს ძალიან მაგარი მასწავლებელია. კი. მაგრამ მაინც ბავშვი რას უფრო მეტად იღებს მასწავლებლისგან, ცოდნას თუ ემოციებს? ჩემი აზრით, ემოციური მხარე გაცილებით მნიშვნელოვანია. კი, მეც ვიდრე ცოდნისმიერი მხარე. ცხადია, ისიც მნიშვნელოვანია, ეხლა რაზეა ლაპარაკი, ანბანი უნდა ვასწავლოს ბავშვებს და ანგარიში უნდა ვასწავლოს. თუმცა ანბანს ცხოვრება რაღაცნაირად ასწავლის მაინც. კი, თუმცა მარტო ანბანი არაა, ჩვენ ხო წიგნიერებას ცხადია. ვასწავლეთ, ჩვენი მიზანია, რომ ანბანი ინსტრუმენტია უბრალოდ, ჩვენი მიზანია, რომ ვასწავლოთ წიგნიერებას, შევაყვაროთ წიგნი, გავხადოთ კითხველი, ისწავლოს ანგარიში, რაღაც რიცხვის შეგრძნება გაუჩნდეს და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ. საწყის ეტაპზე დაწყებითი კლასის მასწავლებელს ვლაპარაკობთ, ხო? მაგრამ ამის მიღმა სწორედ აი ის რაღაცები როგორც სამართლიანობა, პატივისცემა, ეს ყველაფერი უნდა იგრძნოს მისგან ბავშვმა. კი ბატონო, გეთანხმებით. გადავიდეთ ბოლო ბლოკის შეკითხვებზე. რაღაცნაირად ისე დავიწყეთ, რომ წარსულიდან წამოვიდით და ახლა მომავალში გადავიდეთ. ხელოვნური ინტელექტი და მასწავლებლის პროფესია. ბოლო წლები არის განსაკუთრებით COVID პანდემიის შემდეგ, ტექნოლოგიური სიახლეები განსაკუთრებული სისწრაფით ვითარდება და 2022 წელს გამოჩნდა ChatGPT-ის სახით ხელოვნური ინტელექტის ერთ-ერთი სახე, რომელსაც ყველა თავიდან ცოტა ეჭვის თვალით უყურებდით, მერე ცოტა გაგვიხარდა რაღაც აღფრთოვანებული ვიყავით და მასწავლებლებს რაღაცნაირად არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ ხელოვნური ინტელექტის მიმართ. ზოგიერთი აღიქვამს როგორც კონკურენტად და ზოგიერთი აღიქვამს ძალიან დამხმარე რესურსად და საშუალებად. და რეალურადაც ეგრე არის, ანუ ეს კონკურენციის განცდა ბუნებრივიც არის. თუ ადრე მასწავლებელი რაღაც იყო ცოდნის ტაძარი, სიმბოლო იყო და ქონდა იმის ამბიცია, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილზე მეტი ცოდნა ქონდა რაღაც თემებზე. დღეს ერთი კლიკით, ერთი დაწყაპუნებით შესაძლებელი არის, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა უზღვავი რაღაც მასალა მოგვაწოდოს და ბუნებრივიც არის ეს კონკურენციის განცდის შეგრძნება. თქვენ როგორ უყურებთ ამ საკითხს? ხელოვნური ინტელექტი მასწავლებლის კონკურენტი იქნება, არის თუ დამხმარე რესურსი და საშუალება? დამხმარე რესურსია. ეხლა უკვე არსებობენ მასწავლებლები, მე პირადად ვიცნობ ძალიან ბევრს, რომელიც იყენებს ხელოვნურ ინტელექტს თუნდაც გაკვეთილების დასაგეგმად, თუნდაც ახალი აქტივობების მოსაფიქრებლად, თუნდაც რაღაც აკადემიური კონტენტის შესაქმნელად, არა მხოლოდ დაწყებით საფეხურზე, საბაზრო საშუალო საფეხურზეც და შესანიშნავი დამხმარე საშუალებაა, იმიტომ რომ მთელი შავი სამუშაო შეიძლება ჩამოიშოროს მასწავლებელმა, გადააბაროს ასე ვთქვათ ხელოვნურ ინტელექტს და თვითონ აკეთოს ის, რაც ყველაზე მთავარია სკოლაში. ამაზე იყო ერთ-ერთი კვლევა, რომ საშუალოდ მასწავლებლები კვირაში მუშაობენ 54-60 საათს, ამაშიც შეიძლება შედავება, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ მასწავლებელი სულ მუშაობს და ჩემი მეგობრები როცა მეკითხებიან, რომელზე ამთავრებ სამსახურსო, მეუბნები, როცა ვიძინებ მაშინ, იმიტომ სახლშიც რომ მოდიხარ, მერეც ფიქრობ, აი მეორე დღეს რა არის, თან გინდა რომ აი ამ ბავშვებს მაქსიმალურად საინტერესო რაღაცები შესთავაზო, იქ რაღაც მშობელთან კომუნიკაცია და მართლა გრძელდება, შაბათ-კვირასაც გრძელდება, არ დადეგებზეც, სულ გრძელდება მოკლედ და აქ იყო რომ ამ 54-60 საათიდან კვირაში ნახევარ დროსაც კი დაახლოებით 53% არის მასწავლებელი, რასაც უთმობს სწავლებას. დანარჩენი მოდის მართლა ის შავ სამუშაოზე, ბიუროკრატიულ ნაწილებს. ხელოვნური ინტელექტი. შეფასება, გაკვეთილის დაგეგმა, რესურსების მოფიქრება. ბევრი მასწავლებელი სხვათა შორის იმასაც ამბობს, რომ აი თუ ხელოვნურმა ინტელექტმა დაგვიწერა გაკვეთილის გეგმები, მაშინ მასწავლებლობა იკარგება მანდ. მაგრამ მე მანდ ჩემი პოზიცია მაქვს, რომ ხელოვნური ინტელექტი გაძლევს რეცეპტს, მაგრამ როგორი შეფმზარეული იქნები, შენ უკვე ეგ შენზეა დამოკიდებული. 4 სხვადასხვა მასწავლებას რომ მივცეთ ერთი გაკვეთილის გეგმა, ხო ყველა სხვანაირად ჩაატარებს. ეგ იმასავითაა, ეგრე სახელმძღვანელოს ვიღაცამ დაწერა, მაგრამ ყველა სხვადასხვანაირად აკეთებს მე იმას გაკვეთილს. ხო, შესაბამისად ხელოვნური ინტელექტი ვფიქრობ, რომ ჩამოგვაშორებს ამ შავ სამუშაოს და ბევრად უკვე ჩამოაშორა, ესე იგი უკვე საბედნიეროდ ბევრი მასწავლებელი და საბედნიეროდ ჩვენ სკოლაში ბევრი ესეთი მასწავლებელი, რომელიც ამას იყენებს, მე თვითონ ვიცნობ და მიზიარებენ ხოლმე გამოცდილებას. ბევრ საკითხში, ესე იგი, პირველი დაგეგმვა, მეორე დამატებითი რესურსების მოძიება, ახალი კონტენტის შექმნა
ახალი სავარჯიშოების შექმნა, ტესტირება, შეფასება, რა ვიცი, ყველაფრის გაკეთება კი, შეუძლია. აი მართლა ის ბიუროკრატიული რაღაც ამბები, შავი სამუშაო ჩამეშორებული არის და მასწავლებლას ეს დრო, როდესაც გაათავისუფლდება, უფრო მეტად ეფექტურიც იქნება. ცხადია, ბოლო-ბოლო დაისვენებს. და მეორე დღეს არ წავა გადამწვარი, იმიტომ რომ ეს მუდმივი მუშაობა ძალიან გფიტავს, სულ რომ საქმეზე ფიქრობ და გარდა ამისა, უფრო მეტი შესაძლებლობა გაქვს, რომ ინდივიდუალურ სწავლებას დაუთმო ყურადღება. შეაქმნევინო ისეთი დავალებები, რომლებიც სხვადასხვა უნარის და ინტელექტის მქონე მოსწავლეებს ერგება. უფრო მეტიც მე უფრო შორსაც წავალ და ვიყოდი ესეთ რაღაცას, რომ საომავლოდ მთელი აკადემიური მხარე მთლიანად ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნება ათვისებული. ანუ აღარ დაჭირდება მასწავლებელს ამ ყველაფრის კეთება. ანუ ცოდნის გადაცემა არ მოხდება მასწავლებლის მიერ. არამედ მოხდება ხელოვნური ინტელექტის მიერ მასწავლებლის მეთვალყურეობით. მასწავლებლის როლი რა იქნება მაშინ? 10 წლის შემდეგ, მოდი ვთქვათ ესე. როგორ ხედავთ მასწავლებლის პროფესიას 10 წლის შემდეგ? დაახლოებით ასე. ესე იგი, ძალიან უხვად არის შემოსული ხელოვნური ინტელექტი, ჩავთვალოთ, რომ მასწავლებელს ყავს, თუ კი ყავს 20 მოსწავლე, 20 ასისტენტი ყავს. რომელიც თითოეულ ბავშვთან მუშაობს ინდივიდუალურად და აკეთებს ინდივიდუალურ პროგრესს ბავშვისას. შესაბამისად, სწავლება ხდება უფრო მეტად ინდივიდუალიზებული, რაც არის ამოცანა. კი. შეუძლებელია 20 სხვადასხვანაირ ბავშვს ასწავლო ერთნაირად. ცხადია. ამ წუთას ეს გვიწევს, რომ რაღაცნაირად მოვარგოთ და მოვიფიქროთ ისეთი რაღაცა. და თავსაც ვიტყუებთ, რომ ინდივიდუალური სწავლება გამოგდის, თუმცა რეალურად ეს შეუძლებელია. ეხლა ამ წუთას შეიძლება მისცე რაღაც ინდივიდუალური დავალება, მაგრამ ყველას რომ ინდივიდუალური დავალება ყოველ დღე მისცე, ამას მასწავლებელი უბრალოდ ფიზიკურად ვერ შეძლებს. მაშინ როცა ხელოვნური ინტელექტი შეუძლია მაგალითად შეაფასოს რა ეტაპზეა მოსწავლე სიტყვაზე ვიძახი მათემატიკაში მეორე კლასში. მისცეს შესაბამისი დავალება, რათა გადაიყვანოს განვითარების მომდევნო ეტაპზე. და ეს ყველაფერი გააკეთოს მასწავლებლის ზოგადი მეთვალყურეობის ქვეშ. იმიტომ რომ სკოლა ხო არ არის ადგილი, სადაც მხოლოდ ცოდნის გადაცემა ხდება. იქ ბევრი რაღაც ხდება, რაზეც ვისაუბრეთ. აი ცოდნის გადაცემის ნაწილში, ჩემი აზრით, ძალიან ბევრ რაღაცას ჩაანაცვლებს ხელოვნური ინტელექტი. 10 წელში როგორ ხედავთ თქვენ მასწავლებლებს? აი როგორ უნდა დარჩნენ საინტერესოები მოსწავლეებისათვის? და როგორ არ უნდა გახდეს მართლაც ხელოვნური ინტელექტი მათთვის კონკურენტი? ძალიან ძნელია თქვა, როგორ განვითარდება ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როგორც ვიცით, გაისად რაღაც მნიშვნელოვანი ნახტომი იქნება ხელოვნური ინტელექტის განვითარებაში და მე უფრო კარგად შეგვიძლია ვიმსჯელოთ, მაგრამ ჩემი აზრით, სკოლა ნელ-ნელა დაკარგავს იმ ფუნქციას, რომ ეს არის ცოდნის გადაცემის ადგილი. იმიტომ რომ ეს შეიძლება ბევრ სხვადასხვა ადგილას მოხდეს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სკოლის როგორც სოციალური, ფსიქოლოგიური, ემოციური ინტელექტის განვითარების ადგილად ფორმირება და მასწავლებელი კიდევ უფრო მნიშვნელოვან როლს შეიცავს. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ უფრო გაიზრდება მასწავლებლის? ჩემი აზრით, გაიზრდება მასწავლებლის როლი. უბრალოდ ჩემი ხედვით მასწავლებელს გარდა შეიცვლება ფუნქცია. კი, გარდა საგნობრივი ცოდნისა დასჭირდება ციფრული და ტექნოლოგიური კომპეტენციები. საგნობრივი ცოდნა თითქმის აღარ დაჭირდება. ხო, მეც ესე ვფიქრობ, რომ რეალურად განათლების შინაარსი შეიძლება იგივე დარჩეს, იმიტომ რომ აი 2+2 10 წლის შემდეგაც 4 იქნება, მაგრამ მასწავლებელი ამას როგორ მიაწოდებს უკვე? ეს უკვე მასწავლებელი. ჩემი აზრით მასწავლებელი აღარ მიაწოდებს. უბრალოდ მასწავლებელი რაღაც დოზით იქნება ჩართული, მაგრამ მას ეყოლება იმდენი ასისტენტი ეყოლება, რამდენი ბავშვიც არის. ძალიან მაგარია. ძალიან ისეთი საიმედო პროგნოზი გააკეთეთ და იმედი მაქვს, რომ დამშვიდდება ჩვენი მსმენელი მასწავლებლები, იმიტომ რომ განსაკუთრებით უფროსი თაობის პედაგოგებს აწუხებს, რომ აი ჩაგვანაცვლებს, თან ChatGPT და ზოგადად ხელოვნური ინტელექტი რაღაცა ბავშვების რაღაცა გადაწერის და ჩითერობის ამბებში უფრო არის აღქმული, ვიდრე არც იციან რეალურად ბოლომდე არ აქვთ გარკვეული, იმიტომ რომ ხო, ძალიან სკეპტიკური განცხადებები და დამოკიდებულებები აქვთ და ვფიქრობ, რომ ნამდვილად მეც ესე მიმაჩნია, რომ ძალიან მაგარი დამხმარე საშუალება იქნება ჩვენთვის. და ბოლო შეკითხვა მინდა რომ დაგისვათ ესეთი,
წარმოვიდგინოთ უტოპიური რეალობა და მართლაც ერთ დღეს, რისიც ეშინია ამ კატეგორიის მასწავლებლებს, რობოტები შევიდნენ საკლასო ოთახში. რა იქნება ის, რასაც ვერ მისცემს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ მისცემს მასწავლებელი? ანუ რობოტს, მოდი ასე ვთქვათ, ხელოვნური ინტელექტით აღჭურვილ რობოტს შეუძლია ყველაფერი, რაც არის დაკავშირებული ცოდნასთან. ფაქტების გადაცემა. ფაქტებისაც და ამ ფაქტების კომბინაციების, მოკლედ, აი აკადემიური კონტენტი რაც არის, აკადემიური ნაწილი რაც არის სწავლების, ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია უპრობლემოდ. მაგრამ ჯერჯერობით რაც არ შეუძლია, მას არ სკივა, არ იტანჯება, არ უხარია, ანუ ემოციური მხარე, ფსიქოლოგიური მხარე, ეს ყველაფერი ჯერჯერობით არ შეუძლია. იმიტომ რომ თვითონ უნდა შეეძლოს განცდა ტკივილის, რომ მიხვდეს, რას ნიშნავს, როცა სხვა ტკივა. რაც ადამიანურია, იმას ხელოვნური ვერ გასწავლის. ამ წუთას ვერა. როგორც ამბობენ, რაღაც მომენტში დადგება წერტილი, როცა ხელოვნური ინტელექტი გადააჭარბებს ადამიანურს. ამას ქვია სინგულარობის წერტილი. როდის იქნება ეს? არავინ არ იცის ზუსტად. ან იქნება. არა, აუცილებლად იქნება. როგორც ამბობენ, იმიტომ რომ განვითარება აქეთკენ მიდის, მაგრამ სანამ სინგულარობის წერტილი დადგება, მანამდე არაფერს არ უნდა გვეშინოდეს, ასე ვთქვათ, ჩვეულებრივად, სამყარო ჩვეულებრივი იქნება, ისევ ისეთი როგორიც იყო, უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი რაღაცებში დაგვეხმარება. აი მერე რა იქნება, ეგ არავინ არ იცის, იმიტომ რომ მერე სინგულარობის წერტილი შეცვლის კაცობრიობის ისტორიას და სხვანაირად იქნება სამყარო, მაგრამ როგორ იქნება, ეგ არავინ არ იცის. კი ბატონო, თუმცა 10 და 20 წლის შემდეგაც, რომ შემოვიდნენ რობოტები საკლასო ოთახში, ფიქრობ, რომ ისეთი ღირებულებები, რაც არის აი ემპათია, ტოლერანტობა, სამართლიანობა, რაც ადამიანური გრძნობა ემოციები არის, ამას ხელოვნური ინტელექტი და AI ვერ გასწავლის. ამ ეტაპზე ვერა. იმიტომ რომ ეს არის სუფთა ადამიანური, რაც შეუძლია რომ მხოლოდ მოქცეს სკოლამ, მასწავლებელმა, მშობლებმა თავისთავად და შესაბამისად, ხო, მეც ძალიან იმედიანად ვიყურებ. ზუსტად იმიტომ რომ მას არ აქვს ემოციები, მას არ სტკივა, არ იტანჯება, არ უხარია. კი ბატონო, მე ძალიან იმედიანად ვარ განწყობილი და ძალიან ისე პოზიტიურად ვუყურებ ხელოვნური ინტელექტის როლს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან კარგი დამხმარე საშუალება არის და ბევრ სტრესს. პირიქით ეს გააუმჯობესებს სკოლებს. იმიტომ რომ მასწავლებელს ჩამოაშორებს უამრავ, უაზრო საქმეს და მისცემს საშუალებას, რომ ფოკუსირდეს მთავარზე. სწავლებაზე. ბავშვის განვითარებაზე, მოდი ასე ვთქვათ, იმდენად სწავლებაზე არა, რამდენადაც განვითარებაზე. ემოციური ინტელექტი. მნიშვნელოვანია. სადაც ერთი პატარა კომპონენტია ცოდნა. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო საუბრები შედგა და ძალიან ბევრ მნიშვნელოვან თემაზე ვისაუბრეთ. დიდი მადლობა პირიქით. აქვე გთხოვთ, რომ კიდევ მეწვიოთ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ ბევრ თემაზე ამასობაში ძალიან პოპულარული გახდება და ბევრი შეიძლება. ამისათვის აღარც იყოს საჭირო. კი ბატონო. ამისათვის ვთხოვთ ჩემს სპენელსა და მაყურებელს, რომ აუცილებლად გამოიწეროთ ჩემი პოდკასტის გვერდი, ჩართეთ ზარისხილაკი, რათა არ გამოგრჩეთ და მე ვეცდები, რომ შემოგთავაზოთ უფრო მეტი საინტერესო და აქტუალური თემები განათლებაზე, ფსიქოლოგიასა და ცვლილებებზე. მომავალ შეხვედრამდე.